კახეთი ვენახებთან ასოცირდება. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ აქ დიდი და პატარა ვაზზე ფიქრობს. გამონაკლისი არც ეს სამი ახალგაზრდა, რომლებმაც საკუთარი გამოგონება აგრარული ტექნოლოგია გურჯაანის ტექნოპარკის ბაზაზე შექმნეს. ახალგაზრდა სტარტაპერებს აქ მატერიალურ, ტექნიკურ და სხვა ტიპის რესურსთან წვდომა სრულიად უფასოდ აქვთ, რაც საკუთარი იდეების რეალიზებაში ეხმარებათ. საუბარია ვენახის შეწამვლის სწრაფ და ავტომატიზებულ სისტემაზე. 18 წლის დაჩი ღონღაძეს, 17 წლის ანა გაბიტაშვილსა და 16 წლის ლიზი ღვთისიაშვილს ვაზის შეწამვლის ჭკვიანი ტექნოლოგიის პროტოტიპი უკვე მზად აქვთ. ჩვენ ერთ-ერთი მიზანი რაც გვქონდა და პრობლემის აღმოფხვრა გვინდოდა, ჩვენი ოჯახებიდან გამომდინარე და რადგან კახეთში ვართ, ვენახები, გადავწყვეტეთ რომ გვეფიქრა ამ იდეაზე და გადავწყვეტეთ რომ გაგვეკეთებინა შეწამვლის სწრაფი და ელექტროსისტემა. მუშაობთ დენის წყაროზე, რადგან ზოგიერთ ვენახს აქვს დენის წყარო და ზოგიერთ ვენახს არ აქვს და მუშაობთ ამაზე რომ დავხვეწოთ და შემდეგ უკვე გვინდა რომ მოვიძიოთ დაფინანსებები და ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია რომ დავაპატენტოთ. ინვესტორებთან შეხვედრები, სხვადასხვა პროექტებში ჩართვები, გრანტებზე გასვლაც გვინდა. ტექნოლოგიას მევენახე ფერმერებისთვის ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია. პირველი შრომისა და ჯაფის შემსუბუქებაა, რადგან ხელით შრომა ავტომატური სისტემით ჩანაცვლდება. მეორე გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური კომპონენტია. ტექნოლოგია უზრუნველყოფს მცენარის ზუსტი დოზირებით და თანაბარი დასხურებით მიაწოდოს შესაწამლი პრეპარატი, რაც ერთი მხრივ ამცირებს ჰაერში წამლის ფუჭად გაფრქვევის ალბათობას, მეორე მხრივ ფერმერს ეზოგება ხარჯიც. სისტემა, რომელიც გლეხს უადვილებს შრომას და ეს შრომა ისეთი აღარ არის, როგორც ადრე იყო. ხელით შეწამლოსთან შედარებით ბევრად ზუსტია ჩვენი მოწყობილობა, იმიტომ რომ ტრადიციული შეწამლის გზები უფრო მეტად, ასე ვთქვათ, გაფლანგვას და ჰაერში გავრცელებას იწვევს ამ პესტიციდების და ჩვენი მოწყობილობა იმას უწყობს ხელს, რომ პირდაპირ უშუალოდ მხოლოდ მცენარეს ხდება და არა ატმოსფეროში ასე იფანტება. შესაძლებელია მოწყობილობის დისტანციური მართვაც. პროტოტიპის შექმნისას ახალგაზრდები კონსულტაციებს გადიოდნენ აგრონომებთან და ტექნოლოგიურ სისტემას ასე ხვეწდნენ. შეისწავლეს ბაზარი და ფერმერებთანაც ჰქონდათ კომუნიკაცია, რომ გაეგოთ არის თუ არა მოთხოვნა ამგვარ ტექნოლოგიაზე. ეს აუზი, რომელიც ვენახისგან ცოტა მოშორებით დაიქმება და ამ აუზში მხოლოდ წყალი და პესტიციდების გახსნა იქნება საჭირო თვითონ მევენახის და მეპატრონის მიერ და შემდეგ უკვე დისტანციურად, ადამიანის ჩარევის გარეშე აბსოლუტურად დამოუკიდებლად ხდება შეწამლა. დაახლოებით ისევე როგორც სარწყავის სისტემებია, დაახლოებით ესეთი ამბავია, ეგეც? როგორც სარწყავის სისტემის მექანიზმის ანალოგია ესეც, უბრალოდ მხოლოდ წყლის მაგივრად არის უკვე პესტიციდები შეწამლა. ზუსტად ანალოგიური მექანიზმი. რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, სტარტაპერები ტექნოლოგიის ხარჯთეფექტურობაში დარწმუნებულნი არიან და ეჭვიც არ ეპარებათ, რომ ქართველი მევენახე არჩევანს მათ ტექნოლოგიაზე გააკეთებს, როგორც კი პროდუქტს ბაზარზე გამოიტანენ. თუმცა მანამდე ბევრი უნდა იმუშაონ. არც ისე ძვირად ღირებული იქნება, რადგან მარტო გარეთ აუზის და იმის ხარჯი, მაგის ხარჯი უფრო დაემატება და იგივე იქნება, რაც მაგალითად სარწყავის სისტემა და თავაკები დაყენდება, რომელიც ჰორიზონტალურად მიას. ასევე ვენახის სიდიდესაც გააჩნია, რამხელა ვენახი იქნება. და თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეს აერთჯერადი, ერთხელ მოხდება მხოლოდ ამის შეძენა და ერთხელ უნდა გადაიხადოს ეს თანხა და ყოველ სეზონზე რა თანხასაც ხარჯავენ ვენახის მოსავლელად თუ შესაწამლად, ის თანხა გაცილებით უფრო დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ვიდრე ჩვენი პროდუქცია, ასე რომ შესაბამისად ბევრად უფრო ბიუჯეტურია. მრავალჯერადი არის ჩვენი პროდუქცია, მრავალჯერადად შეუძლია გამოიყენოს. აგრონომებთან კონსულტაციის დროს, რა თქმა უნდა, ბევრ ექსპერტს ვესაუბრეთ და იყო ძალიან ბევრი კრიტიკაც, არ იყო მარტივი გზა, თუმცა ეს კრიტიკა იყო ესეთი, რომ უფრო მეტად სტიმულს გვაძლევდა და ეს არ იყო რაღაც თითქოს დამამცირებელი, რომ უნდა გავჩერებულიყავით პირიქით. უფრო დიდი სტიმული იყო და мотиваცია, რომ უნდა გავეგზელებინა და მივსულიყავით სრულყოფილებამდე. და შეძლების და გვერდ შემდეგ უკვე ამ კონსულტაციებით, საუბრით, ბევრი დისკუსიით, იყო ბევრი აზრთა სხვადასხვაობა, ბევრთან ხდებოდით ხშირად, ხან პროტოტიპი არ მუშაობდა, თუმცა
ბევრი წვალების შემდეგ საბოლოოდ მივაღწიეთ იმ შედეგს, რაც დღეს გვაქვს და ტექნოპარკი გვეხმარება კიდევ იმაში, რომ ეს რესურსები თუნდაც რაც უნდა გავაკეთებინა იყოს სრულად უფასოდ. გამოკითხვაც ჩავატარეთ და სტატისტიკურად 80%-მა ვთქვით, რომ ძალიან მოსწონს და დიდი სიამოვნებით გამოიყენებდა. და ამის ესეც იყო ერთ-ერთი სტიმული და мотиваცია ჩვენი, რომ გავაკეთებინა ეს. ახლა ახალგაზრდა გამომგონებლების უპირველესი საზრუნავი გამოგონების სრულყოფის ბოლო ფაზის წარმატებით დასრულებაა, რის შემდეგადაც პატენტირებაზე მოუწევთ მუშაობა. აი მხოლოდ ამის შემდეგ აპირებენ იფიქრონ ბრენდირებაზეც და უფრო კონკრეტული ბიზნეს გეგმის შემუშავებაზეც, თუმცა მანამდე ინვესტორებთან მუშაობასაც გეგმავენ და აპირებენ საგრანტო პროექტებში მონაწილეობას დაფინანსების მოსაპოვებლად.